მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა. მე ვარ თემო, თქვენი მყოფებით ფილოსოფიის კლუბის არხზე და დღეს ვაპირებ რომ განვიხილოთ ძალიან საინტერესო წიგნი ხორხე ლუის ბორხესის ფიქციები. შესაძლებელია ეს არხის კონტენტიდან გამომდინარე ვინმეს უჩვეულოდ მოეჩვენოს, ალბათ უფრო იმას ვისაც ფიქციები დაკითხული არ აქვს და ჩათვალოს რომ ეს უბრალოდ ლიტერატურა არის და რაღაც ფილოსოფიის მხრივ არაფერი ესაქმება, მაგრამ ხო ეს მხოლოდ იმათთან ხდება ვისაც დაკითხული არ აქვს. და ძირითად შემთხვევაში ეს ვიდეო მათთვის არის განკუთვნილი რომ დაინტერესდეთ ამ წიგნით და მიიღოთ ის სიამოვნება რაც მივიღეთ იმ ხალხმა რომლებმაც წავიკითხეთ. მოკლედ საქმე რაში არის? ბორხესი არის არგენტინელი მწერალი, რომელიც მოგეხსენებათ რომ რაღაც სახის პოპულარულობით სარგებლობს, ანუ ხალხს მის შესახებ გაუგია და ბევრი ადამიანი შეიძლება ნახოთ რომელიც იტყვის რომ მისი საყვარელი მწერალი არის ან ძალიან მოსწონს, მაგრამ მე თუ მკითხავთ იმხელა პოპულარულობა მაინც არ გააჩნია, რამხელას უნდა ჰქონდეს. ხო, ეს არგენტინელი მწერალი იყო, რომელმაც ლიტერატურა და ფილოსოფია ერთმანეთთან რაღაც იმ დონეზე დაასინთეზირა თავის ნაშრომებში, რომ ცოტა რთული გასარკვევია, სად იწყება ლიტერატურა, ანუ მხატვრული ლიტერატურა და სად მთავრდება ფილოსოფია და პირიქით. ბორხესი უარყოფდა რაღაც რომანების წერის სტილს. დიდი წიგნების წერა არ უყვარდა. ბორხეს თავის პირით აქვს ნათქვამი რომ ის არაზროს დაწერს ძალიან დიდ წიგნს, რადგან როდესაც შესაძლებელია რომ რაღაც 1000 გვერდიანი წიგნის აზრი მოაქციო 10 გვერდში, რატომაც არა, ანუ ეს ხერხი მისთვის უფრო მისაღები არის, მაგრამ რა თქმა უნდა აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს ის რომ თუ რაღაც 1000 გვერდში არის რაღაც რამდენიმე აზრი გაფანტული, ამ გვერდების შემცირება გამოიწვევს ამ გვერდების ძალიან დიდ სირთულეს. ანუ მართალია შესაძლებელია რაღაც მსგავსი აზრი იყოს, მაგრამ ეს 10 გვერდი გახდება ბევრად უფრო რთული წასაკითხი ვიდრე ის რაღაც 1000. შესაბამისად მართალია ბორხესი წერდა პატარა მოთხრობებს და ფიქციების პატარა მოთხრობების რაღაცა კრებული არის, მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს. შესაძლებელია მის კითხვა ძალიან დიდი დრო დასჭირდეს და მოდრულად ბევრ საინტერესო აზრს გვთავაზობს. ფიქციები, როგორც მახსოვს, გამოიცა 1954 წელს, თუ არასწორად მახსოვს გადაამოწმეთ და მოიცავს 17 პატარა მოთხრობას. როგორც ვქვი, უკვე ეს არ არის ჩვეულებრივი მოთხრობები, ისინი არის რაღაც მეტაფიზიკისა და მხატვრული ლიტერატურის რაღაც ლამაზი ნაერთი, მეორე მხრივ ეს არის მეტაფიქციაც. და ასე რომ თქვათ, რაღაც ფილოსოფიური პროზის უნიკალური შედევრი არის. ბორხესი ქმნის ფანტასტიკურ ლაბირინთებს და ეს ლაბირინთები მისთვის ძალიან რომანტიკული შინაარსის მქონე არის. ზოგადად ბორხესი მიიჩნევს, რომ ყველა სიმბოლო, ყველა მეტაფორა, რაც მხატვრული ლიტერატურაში გამოიყენება, არის ლაბირინთი, სადაც გზა უნდა გამოვიკვლიოთ და რაღაც ამ ლაბირინთის შესახებ მეტაფორასაც და მეტამეტაფორებსაც ხშირად შევხვდებით მის ნაშრომებში და ასე ვთქვათ ის იკვლევს იდენტობას, დროს, ონტოლოგიას, ეპისტემოლოგიას, ოღონდ რა თქმა უნდა არა როგორც კლასიკური გაგებით სისტემატიკოსი ფილოსოფოსი, არამედ ამ ლიტერატურული მოვლენებით. მას ეს სხვათაშორის გავლენა ჰქონდა საკმაოდ სერიოზული შოპენჰაუერს, არტურ შოპენჰაუერს, გერმანელ ფილოსოფოსს, ირაციონალისტს და პესიმისტს, რომელმაც დაწერა სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა, სადაც გადმოცემულია ეს სამყაროს ონტოლოგია, რომ სამყარო არის ნებისა და წარმოდგენის ნაერთი, ესე ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა სამყარო თავად შეგვიძლია აღვიქვათ როგორც ნება სიცოცხლისა და წარმოდგენა იმდენად რამდენადაც ჩვენში აქტუალიზირდება ეს ნება და ჩვენს დაკვირვებას, ჩვენს წარმოდგენას აქვს ონტოლოგიური შედეგი სამყაროზე. რა თქმა უნდა, ბორხესის ფიქციებში არის 17 მოთხრობა, როგორც უკვე ვახსენე. ასევე მას აქვს შესავალი, სადაც ბორხესი მოკლედ მიმოიხილავს თავის მოთხრობებს და თუ პირველ დაპირებთ რომ ბორხესის ფიქციები წაიკითხოთ, გირჩევთ რომ ეს შესავალი გამოტოვოთ, რათა არ დასპოილერდეთ. და საქმე რაში მდგომარეობს? საქმე იმაში მდგომარეობს, რა თქმა უნდა, 17-ვეს ვერ განვიხილო. მე შევეცდები განვიხილო ზოგადი ბუნება ამ ყოველივესი და შემდგომ ერთზე ვფოკუსირდები, რომლითაც ვეცდები რომ დაგაინტერესოთ და ასევე განმარტო. მოკლედ, პირველ რიგში უკვე აღვნიშნე, რომ ლაბირინთი მისთვის არ არის მხოლოდ ფიზიკური სტრუქტურა, არამედ ცხოვრების, სოდნის და რეალობის მეტაფორაა. ჩვენ ბორხესის აზრით ყოველთვის ვართ ლაბირინთში, ვეძებთ მნიშვნელობას, ანუ ესენციას, ვცდილობთ ამ ლაბირინთებიდან გამოსვლას, მაგრამ შესაძლოა ეს ძიების პროცესი თავად არის თვითმიზანი. ანუ ლაბირინთი როგორც ონტოლოგიური ინსტანცია უკვე თავად ქმნის იმ მიზანს, რომ რაღაც გაღწევას ვცდილობდე. ლაბირინთი გიბიძგებს იმისკენ, რომ გააღწიო
და ეს გაღწევის მცდელობა არის ამ ლაბირინთის შინაარსიც, ამ ლაბირინთში ყოფნის შინაარსიც. ასევე ბორხესი ფიქციებში, ალებში, ქვიშის წიგნში, ანუ ყველგან თითქმის თამაშობს რაღაც უსასრულობის ფენომენით. ფიქციებში არის გადმოცემული ესეთი მოთხრობა, რომელიც არის რაღაც ბაბილონის ბიბლიოთეკა, ბაბილონის ბიბლიოთეკა საკმაოდ კონკრეტულად აქვს აღწერილი თავისი კუთხეებით და წიგნების მოცულობით და სიმბოლოების მოცულობით და ასე შემდგომ და შინაარსი რა არის? ამ ბაბილონის ბიბლიოთეკაში არის საერთოდ ყველა სახის წიგნი და არ მეორდებიან. ანუ არის ყველანაირი სახის ინფორმაცია, მაგალითად, ანუ წიგნები შედგენილი არის ფაქტობრივად რენდომიზირებულად. არის მოცემული რაღაცა 5 წიგნი, შესაძლებელია ეს 5 წიგნი აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, საერთოდ ან უბრალოდ მხოლოდ ერთი სიმბოლოთი, ერთი წერტილით, ერთი მძიმით ან ერთი ასოთი. რა თქმა უნდა, ბაბილონის ბიბლიოთეკაში წიგნების უმეტესობა შედგება ისეთი სიმბოლოებისგან, რომლებიც აზრს საერთოდ არ ქმნის. ანუ არა სიტყვების წინადადებისა და ზმნებისაგან, არამედ საერთოდ რო არაფერს არ ქმნის, ან რამდენიმე სიტყვა უბრალოდ წერია და ეგ არის. საქმე რაში არის? საქმე იმაში არის, რომ ბაბილონის ბიბლიოთეკა ინტერნეტში უკვე ფაქტობრივად არსებობს. ანუ ლათინური ასოების, ლათინური ანბანის ყველა სახის კომბინაცია. ეს შეგიძლიათ რომ მოიძიოთ და ნახოთ თქვენ თვითონაც. რა თქმა უნდა, ბაბილონის ბიბლიოთეკაში არის ყველანაირი ინფორმაცია, რაც შეიძლება რომ სიმბოლურად, ასე თქვა, წარმოიქმნას. არის ჩვენი გარდაცვალების თარიღი, დაბადების თარიღი, ის წიგნი, რომელსაც მე მომავალში დავწერ, ან არ დავწერ, მოკლედ, ყველა სიმართლე და ყველა ტყუილი, ანუ რაც შეიძლება რომ ასოებით აიგეს, ანუ ნებისმიერი წინადადება მოიპოვება იქ. რა თქმა უნდა, იქ ეს რაღაც ფიზიკური ადგილია, სადაც ეს ხალხი იბადება და კვდება. მართალია, საინტერესო წარმოსადგენი არის, რომ რაღაც უსაშველო ბიბლიოთეკაში ხარ დაბადებული. ძირეულ სიუჟეტში რო არ შევიდე, უკვე რაც ფიქციის ნაწილი არის, უფრო ის პრობლემა შემოდის, ის პრობლემატიკა, რომ თუ არსებობს ყველაფერი, ანუ თუ საერთოდ ყველაფერი მოცემულია, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რაიმეს? როდესაც ინფორმაცია უსასრულოა, რაღაცის ცოდნა შეუძლებელი ხდება. ფაქტობრივი მოცემულობა ეს აქვს ბაბილონის ბიბლიოთეკაში გადმოცემული. ერთი საინტერესო აქვს კიდე ლატარიაზე, სადაც რასაც გირჩევთ რომ თქვენ თვითონ გაეცნოთ, იმიტომ რომ გაერთობით ეგრე მგონია. ბევრი მოთხრობა არის, ჩემი საყვარელი არის პირველი მოთხრობა, რომელიც ტულონს ეხება, მაგრამ მას ესაუბარს ამ ვიდეოში ნამდვილად არ ვაპირებ. ტულონს რომელი მოთხრობაც ეხება, ტულონი არის განსხვავებული სამყარო, ასე ვთქვათ, განსხვავებული პლანეტა უბრალოდ არა, განსხვავებული ონტოლოგია მთლიანად, რომელიც არის ბერკლის იდეალიზმის გარშემო შედგენილი, ანუ ბერკლის იდეალიზმის კანონზომიერებები მუშაობს და კიდევ ბევრი რამდენიმე ფილოსოფოსის. და ამის შესახებ მიდის იქ აღმოჩენა და მთელი ამბები. ამაზე საუბარს ცოტა ხნით გადავდებ, ან შესაძლებელია ამასთან დაკავშირებით ვიდეო არ ჩავწერ, ლაივზე რაღაცები განვიხილოთ, მაგრამ ეს ვიდეო მაგას არ ეთმობა. იმის და მიხედვით რომ ჩემი საყვარელი მოთხრობა ფიქციებიდან, მე მინდა რომ განვიხილო ერთ-ერთი საინტერესო მოთხრობა, რაც მოცემული არის ფიქციებში, პიერ მენარი, დონ კიხოტის ავტორი. ეს არის ერთ-ერთი გენიალური მოთხრობა, რაც მოცემული არის მართლა ფიქციებში და ახლა რა ხდება? თავად ეს მოთხრობა 1829 წელს გამოქვეყნდა და სრულიად შეცვალა წარმოდგენა ავტორობაზე. ანუ რა არის ავტორი, უпростоრად ვინ არის ავტორი, რას წარმოადგენს და ასე შემდგომ. ასევე ორიგინალურობაზე, ანუ რა ბანალურობა, ორიგინალურობა, ვის რა აზრი ეკუთვნის და ასე ვთქვათ, კიდევ ლიტერატურული ინტერპრეტაციის ბუნებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, სხვაგვარად ჰერმენევტიკაზე. ჰერმენევტიკის თავი პრინციპი რა არის, ხომ? ჰერმენევტიკის თავი პრინციპი არის ის, რომ ტექსტში არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ წერია. ეს უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ. ჰერმენევტიკის თავი პრინციპი არის ეს. ჰერმენევტიკა ნიშნავს რაღაც სიმბოლოების, რაღაც საშუალებებით განმარტებას. ჰერმენევტიკა მოდის სიტყვა ბერძნული ღვთაებიდან ჰერმესიდან. ჰერმესი იყო ღვთაება, რომელიც ღმერთების სიტყვას განუმარტავდა ხოლმე ადამიანებს და შესაბამისად ეს ეტიმოლოგიაც ლოგიკურად გავშირდება ერთმანეთთან, რა თქმა უნდა. ალბათ ვისაც დონ კიხოტი წაკითხული გაქვთ ან ქსმენიათ და დარწმუნებული ვარ ბევრს წაგიკითხავთ და უფრო მეც ქსმენიათ, გაგიკვირდებათ რომ პიერ მენარი რა შვაშია, ვინ არის პიერ მენარი. პიერ მენარი რეალურ ცხოვრებაში არც არავინ არ არის, ეს ასე ვთქვათ ბორხესის მოთხრობის პერსონაჟი არის. ხოლო რა თქმა უნდა დონ კიხოტის ავტორი არის სერვანტესი. და მარტივად რომ ვთქვათ, ერთი აბსურდული იდეა არის ამ მოთხრობის თავარი ბირთვი. ანუ მოთხრობა დაწერილი არის ფსევდო ლიტერატურული კრიტიკის ფორმატით. ისე არის დაწერილი თითქოს ეს არის ლიტერატურული კრიტიკა, მაგრამ რა თქმა უნდა სინამდვილეში მოთხრობა არის და ფიქცია არის. და მთხრობელი გვიხატავს ფრანგ სიმბოლისტ პოეტს პიერ მენარს, რომელმაც მიიღო უჩვეულო გადაწყვეტილება და ერთი შეხედვით აბსურდული პროექტი. და რა არის ეს პროექტი? მან გადაწყვიტა, რომ თავიდან დაწეროს სერვანტესის დონ კიხოტი. და ხო,
თავიდან დაწეროს ახლა რას ნიშნავს? შეიძლება იფიქროთ, რომ თანამედროვე ადაპტაცია გაუკეთოს, არა. არც ერთ შემთხვევაში და ალბათ ფიქრობთ, რომ მაშინ უნდა გადაწეროს, ხო? არა. არც ერთ შემთხვევაში. ეს ორი გამოირიცხა, ანუ არც თანამედროვე ადაპტაცია, არც გადაწერა. თუ არც თანამედროვე ადაპტაცია და არც პირდაპირ გადაწერა, მაშინ რა ხდება? ძალიან ბუნებრივი და მარტივი კითხვა არის. მაშინ ხდება ის, რომ მას აქვს ძალიან აბსურდული პროექტი, მან გადაწყვიტა, რომ თავიდან დაწეროს სერვანტესის დონ კიხოტი. ოღონდ მე-20 საუკუნეში მისი საკუთარი გამოცდილებებიდან გამომდინარე. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სერვანტესი თუ მე-17 საუკუნეში რაღაც მე-17 საუკუნის ესპანური გამოცდილებიდან ამოდის და წერს დონ კიხოტს, მას ეს არ სურს. მას სურს, რომ კი მართალია დონ კიხოტი დაწეროს, ოღონდ მე-20 საუკუნის კონტექსტით და საკუთარი გამოცდილებებით. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ის, რომ მენარი არ ცდილობს სერვანტესის იმიტირებას, რაღაც ის არ სწავლობს ესპანურ, რაღაც მე-17 საუკუნის ესპანურ საუკუნეს და მის ისტორიას და მის კონტექსტს და რაღაცა იმდროინდელ ენის სპეციფიკებს და არ ცდილობს ამ ყველაფერს და ამ ყველაფრის სიღრმეს ჩაწვდეს და მიხვდეს რაღაცა სერვანტესის აზროვნებას, არამედ პირიქით, ის ცდილობს საკუთარი გზით მივიდეს იმავე ტექსტამდე. იქ მოცემული არის, რომ ეს იმდროინდელი სპეციფიკის შესწავლა ამ რთული გზებიდან რაღაც ყველაზე მარტივად ეჩვენა მენარს. შესაბამისად, აქ იწყება რაღაც ბორხესის გენიალური ხრიკები. მენარმა მართლაც მიაღწია რაღაც თავის მიზანს, მან დაწერა რამდენიმე თავი, რომლებიც სიტყვით ემთხვევა სერვანტესის ორიგინალს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იგივე ტექსტი არ არის. უფრო სხვანაირად რომ თქვა, აღმოჩნდა, რომ ეს იგივე ტექსტი იგივე არ არის. და ბორხესი იძლევა კონკრეტულ მაგალითს და პირდაპირ ციტატა რომ არ მოვიყვანო, იმიტომ რომ შეიძლება შემეშალოს. საუბარი არის იმაზე, რომ მაგ ციტატაში რომ ჭეშმარიტების დედა არის ისტორია. ამას წერდა მე-17 საუკუნეში სერვანტესი და ზუსტად იგივეს იმეორებს მე-20 საუკუნეში მენარი. ზუსტად იგივე სიტყვებით. არც ერთი სიმბოლო არ არის შეცვლილი. მაგრამ სერვანტესის რაღაცა მე-17 საუკუნის ადამიანისათვის ეს არის უბრალოდ ბანალური ფრაზა. ჩვეულებრივი რიტორიკა, არაფერი განსაკუთრებული და მიღებული რაღაც აზრი. თითქოს ისტორიის რომანტიზირება და მორჩა. მაგრამ მენარისათვის ეს სულ სხვა რამ ნიშნავს, იმიტომ რომ მას უკვე გავლილი აქვს უილიამ ჯეიმსის ფილოსოფია, პრაგმატიზმის ფილოსოფიის კონტექსტი არსებობს და ეს იგივე სიტყვები უკვე არის შეგნებულად არქაული და თითქმის იმპერტინენტული გაბედულობა. პრაგმატისტი ფილოსოფოსი, რომელიც აცხადებს, რომ ჭეშმარიტების დედა არის ისტორია, ანუ ეს ყველაფერი უკვე ფილოსოფიური განცხადებაა, ონტოლოგიური, ეპისტემოლოგიური და მეტაფიზიკურიც კი. შესაბამისად, აქ წამოიჭრება ესეთი საკითხი, ძალიან საინტერესო საკითხი, რომ ესე იგი შესაძლებელი არის, რომ ზუსტად იგივე სიტყვები, ზუსტად იგივე წიგნი, რაღაცა, იგივე სიმბოლოები დაწერილი კონტექსტიდან გამომდინარე ნიშნავდეს სხვა რაიმეს. მაგრამ ამაზე უფრო ბოლოსკენ გადავალთ და ფილოსოფიურ ანალიზს გავაკეთებთ ამ ყველაფრის. დავუბრუნდეთ თავად ბორხესის მოთხრობას და სიუჟეტურად კი არ გავყვეთ, უბრალოდ ფილოსოფიურად აღწეროთ ეს ყველაფერი, ფილოსოფიური ანალიზი გავაკეთოთ ამ ყოველივეს. ბორხესი უფრო გვეკითხება, რომ ვინ არის ტექსტის ავტორი, რას წარმოადგენს. ის არის, ვინც უბრალოდ პირველად დაწერა ეს სიტყვები, თუ ის არის, ვისი რაღაც გონებაც და აზროვნებაც და კონტექსტიც და ინტენციაც დგას ამ ყველაფრის უკან. თუ მენარის ტექსტი აშკარად განსხვავებული მნიშვნელობას იძენს იმის გამო, რომ მას სხვა ადამიანი, სხვა დროში წერს, მაშინ იგივე ტექსტი ორი განსხვავებული ნაწარმოებია. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ჩვენ შეიძლება რაღაც სერვანტესის უпроსტად მე-17 საუკუნის დონ კიხოტს ჩავხედოთ და სრული სერიოზულობით წავიკითხოთ სიტყვები. შემდგომ მენარის ტექსტში ჩავიხედოთ, სადაც ზუსტად იგივე წერია, მაგრამ მივხვდეთ მე-20 საუკუნის კონტექსტის გამო, რომ ეს ყველაფერი ცინიზმია. იმიტომ რომ კონტექსტი გვაძლევს ამის საშუალებას. ქიდან გამომდინარე ბორხეს ნელ-ნელა მივყავართ იმედიამდე, რომ კონტექსტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბორხესი გვიჩვენებს, რომ ტექსტი არ არსებობს ვაკუუმში, რომ მნიშვნელობა დამოკიდებული არის იმაზე, თუ ვინ წერს, როდის წერს, რა კულტურული და ინტელექტუალური კონტექსტი აქვს ამ ყველაფერს და ვის უწერს. ანუ ვინების წინაშე გამოიცემა ეს ყველაფერი, ვინები აპირებენ, რომ ეს ყველაფერი წაიკითხონ. ანუ იგივე სიტყვები განსხვავებულ კონტექსტში არ არის იგივე. იგივე წიგნი განსხვავებულ კონტექსტში არ არის იგივე წიგნი. მენარის პროექტი არღვევს წარმოდგენას ორიგინალურობაზე. თუ შესაძლებელია იგივე ტექსტის შექმნა და ამავდროულად შესაძლებელი რომ ის იყოს უფრო მდიდარი, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ორიგინალი, მაშინ რას ნიშნავს ორიგინალურობა? ანუ რას ნიშნავს რაღაცა საწყისი და პირველ წერტილი. და რომ მართლაც ეს ტექსტი იყო პირველი. ბორხესი წერს, რომ მენარის რაღაც შესაძლოა ნებისმიერიც კი, შესაძლოა რაღაც ნებისმიერი ტექსტიც კი უფრო
რაღაცა აღმატებული არის ვიდრე სერვანტესის, იმიტომ რომ იგი უფრო დახვეწილია. და ნუ ამ დახვეწილებას რა თქმა უნდა ისევ კონტექსტი ანიჭებს. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავდივართ უფრო რადიკალურ იდეაზე. უფრო მნიშვნელოვანზე და რადიკალურზე და ეს არის ესეთი, რომ თითოეული მკითხველი არის ავტორი. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ დონ კიხოს დღეს, ჩვენ არ ვკითხულობთ იმას, რასაც სერვანტესი წერდა მე-17 საუკუნეში. ჩვენ ვკითხულობთ საკუთარ ვერსიას, რომელიც გაჯერებული არის ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი კულტურული კონტექსტითა და ჩვენი პრეკონცეფციებით. და რა თქმა უნდა პრეკონდიციებითაც. ყოველი წაკითხვა არის რაღაც თავიდან დაწერა ამ ტექსტის, იმიტომ რომ ყოველი მკითხველი არის მენარი. რასაც მენარი აკეთებს, იმას აკეთებს ყოველი მკითხველი ფაქტობრივად. მოთხრობის ანალიზიდან გამომდინარე, უნდა ვისაუბრო იმაზეც, რომ ამ ყველაფერს დიდი კავშირი აქვს პოსტსტრუქტურალიზმთან. ბორხესის ეს მოთხრობა წინ უსწრებს პოსტსტრუქტურალისტი ფილოსოფოსების ძირითად იდეებს, მაგალითად რონალდ ბართის მიერ გამოცემული ავტორის სიკვდილი, რომელიც 1967 წელს გამოიცა, საუბრობს იმაზე, რომ ავტორის ინტენცია არ განსაზღვრავს ტექსტის მნიშვნელობას და ბორხესი ამას ბევრად უფრო ადრე ამბობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს მიშელ ფუკოს რა არის ავტორი, რომელიც 1969 წელს არის გამოცემული, როგორც მახსოვს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ავტორობა არის კულტურული კონსტრუქცია და არა ბუნებრივი კატეგორია. ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს ჟაკ დერიდას დეკონსტრუქტივიზმიც, რომლის მნიშვნელობაც არის ის, რომ ესენცია რაღაც შინაარსი ცვალებადია, დამოკიდებულია კონტექსტზე, დროზე და მკითხველზე. ბორხესი ამ ყველა იდეას ერთ პატარა და მოკლე მოთხრობაში აქცევს. ამ ყველაფერს ითვისებს და ამ ყველაფერს აკეთებს იქამდე სანამ ეს ყველა ფილოსოფოსი დაწერდა ამ თემების შესახებ. ახლა შედარებით უფრო ანალიზზე გადავიდეთ. რაში არის საქმე? პირველ რიგში, საქმე იმაში არის, რომ ჩვენ ვიღებთ ფორმას, რაც რჩება იგივე, ანუ და ამ ფორმაში არის მოთავსებული რაღაც შინაარსი, ხო? ანუ ამ ფორმით გამოიხატება შინაარსი. ფორმა იგივე არის, მაგრამ შინაარსი რატომღაც იცვლება. ანუ სიტყვები იგივეა, შინაარსი შეიცვალა. ფორმა იგივეა, შინაარსი შეიცვალა. იმიტომ რომ ბორხესი გვესაუბრება მეტა ფორმის მეტა კატეგორიის არსებობის შესახებ. ანუ ეს ფორმა რაშიც მყოფობს, ეს ფორმა რაშიც იმყოფება, ისიც ფორმა არის, მეტა ფორმა, მეტა კონტექსტი. ეს მეტა ფორმა ფაქტობრივად უცვლის შინაარს, მაგრამ იმ ერთი კატეგორიით ვქვევით ფორმას იგივე სტოვებს. ანუ სიტყვები იგივე არის, სიტყვათა წყობა და სიმბოლოები იგივეა, მაგრამ მისი შინაარსი სხვა არის, რადგან მეტა ფორმა შეიცვალა. ანუ ის დიდი კონტექსტი რაშიც ის იმყოფებოდა. ხოლო მეორე რადიკალური იდეა გვეუბნება იმას, რომ ინდივიდი თავად, ანუ შემეცნებელი, შესაძლებელია რომ იყოს ეს მეტაფორმა. ანუ არა მხოლოდ კულტურა, კონტექსტი, რაღაცა რელიგია და რაღაც ისტორიული პროცესები, არამედ ეს ყველაფერი, ანუ ეს მიკროსამყარო ხო ადამიანშიც არსებობს, ანუ ადამიანს აქვს თავისი რაღაცა პრეფერენციები, თავისი სურვილები, თავისი ნებელობა, თავისი კულტურის ინტერპრეტაციები და ასე შემდგომ. და როდესაც ამ დროს შემოდის ინდივიდში ეს ტექსტი, როდესაც ეს სიმბოლოები გამენტალურდება და გააზრებული ხდება ადამიანის მიერ, ეს ტარდება რაღაც სპექტრში. ხოლო მეორე ინდივიდის შემთხვევაში ეს კიდევ განსხვავებულ სპექტრში ტარდება. ანუ ისინი არიან ზუსტად ის მეტაფორმები, რომლებიც აყალიბებენ საბოლოო ჯამში რაღაცაღის ესენციას. ვეთანხმები ბორხესის ამ იდეებს, მეტნაკლებად უფრო არა ვიდრე კი. მაგრამ ის რომ მეტაფორმას, ანუ რაღაც კონკრეტულ განზომილებას შესაძლებელია ესენციაზე გავლენა ჰქონდეს, ეს მართალია. და ამას ჩვენ ვადასტურებთ ყოველდღიური კომუნიკაციით. ჩვენი მეტყველება ამ ბორხესის რაღაცა მოთხრობას ჭეშმარიტებას ძენს. ამ მოთხრობამ შეძლო და რაღაც მეტაფიქცია განავითარა, ანუ ფიქციის შესახებ. განავითარა პოსტმოდერნისტული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორიებიც. ასე ვთქვათ, უფრო მკითხველის თეორია. განავითარა ასევე კონცეპტუალური ხელოვნებაც და ასე შემდგომ. მოკლედ დიდი გავლენა ჰქონდა ამ ძალიან პატარა მოთხრობას. პიერ მენარი, დონ კიხოტის ავტორი, არის მოთხრობა, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს ძალიან დიდ ფილოსოფიურ სისტემას. ბორხესი გვაჩვენებს, რომ არ არსებობს ობიექტური ტექსტი, ყველა ტექსტს კითხულობენ კონტექსტში. ავტორობა არის ბუნდოვანი კონცეფცია, მნიშვნელობა იქნება მკითხველსა და კონტექსტს შორის, ანუ ის ესენციური მომენტი, ანუ შინაარსი თავად არის ბმა, რომელიც არსებობს მკითხველსა და კონტექსტს შორის. და შესაბამისად აქედან ავტორი უკვე ბორხესის აზრით ამოვარდნილი არის. ორიგინალურობა შეიძლება იყოს ილუზია, ანუ ახალი იდეები ხშირად არის ძველი, ოღონდ რაღაც პატარა სხვა სახით მოწოდებული და რა თქმა უნდა ეს სხვა რაღაცა ძველი იდეების რეკომბინაცია არ ნიშნავს ორიგინალურობას. წაკითხვა არის აქტიური და შემოქმედებითი აქტი, ანუ შემოქმედი არ არის მხოლოდ ის, ვინც დაწერა, არამედ შემოქმედი არის ის, ვინც კითხულობს ამ ყოველივეს. ჩვენ არ ვიღებთ მნიშვნელობას, ანუ ჩვენ არ ვიღებთ ესენციას, ჩვენ ქმნით ამ ესენციას.
და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ბორხესი მას აკეთებს რაღაც პატარა ოდენობის გვერდებზე ირონიული, სასაცილო, გასართობი, გენიალური პროზით. ეს არის ლიტერატურა, რომელიც ადამიანს აფიქრებს. ეს არის ფილოსოფია, რომელიც ამავდროულად გართობს. მარტივად რომ თქვათ, აქ ფიქციისა და ფილოსოფიის როლები რაღაც რო შეიცვალა. თქვენი მყოფებით ფილოსოფიის კლუბის არხზე მე ვარ თემო და ყველა საჭირო ლინკი აღწერაში არის. რაიმე თუ გაინტერესებს, შეგიძლიათ ჩემი Instagram-ი ნახოთ, შეგიძლიათ ჩვენი საიტი ნახოთ philosophy.g. ვიდეოს ქვეშ კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ იმაზე თუ რაზე გინდათ რაღაც ვიდეოს ნახვა და თუ საინტერესო იდეა იქნება, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და ბლა ბლა ბლა. ნახვამდის.